ამ ვიდეოში ნახავთ ერთ ჩვეულებრივ წვიმიან დღეს, როგორ მოვდივართ სკოლიდან სახლისაკენ. რო დავსხედით მანქანაში არ იყო მაინც წვიმა. კი იყო ცოტა აკოლ გადაგჭირდა გავშალეთ და ისე დავსხედით, მაგრამ მე მოიმატა და თან მე აღმოჩნდით ისეთ ქუჩებზე, რომელიც ითბორება ხოლმე და ნელა მიადევნებთ თვალს ამ გზას. საერთოდ არ მაქვს აჩქარებული, არა, ეს მაქვს აჩქარებული, უკვე გამზადებული ვიდეოა. ოღონდ ძალიან მცირედ მაქვს აჩქარებული, რომ თვალეთ, მე მგონი ორჯერ მაქვს აჩქარებული, მეტჯერ არა, ხედავთ როგორ ნელა მივდივართ. ჯერ ხო აუცილებლად საცობია მაგ დროს, როგორც კი წვიმდება ბათუმში და მე რა თქმა უნდა ეს წვიმის მიაღვარიც მოდის და მანქანებს ძალიან აზიანებს. ასეთ ამბიცი ბათლაჯობია რომ არ წახვიდე. არც ფეხით და არც მანქანით. ფეხით უფრო კარგად დავდივარ, სიმართლე რომ ვთქვა, ბოტები მაქვს. ადრე მქონდა ისეთი ბოტები, რომელშიც ზემოდანაც არ ჩადიოდა წყალი და უბრალოდ ძალიან დიდხანს მქონდა. მე მგონი 6 წელი მეცვა ეგ ბოტები და ბოლოს გაფუჭდა და ეხლა როგორი ბოტებიც მაქვს. თასმებით არის, ეხლა თქვა ვალინგს რომ არ გავწეს ისეთებს ყიდულობ და ისეთი არის თან არ სილამაზით მომწონს და ფუნქციურადაც აი ძალიან დიდ წყალში ზემოდან ჩაგესხმება. აი ასე სერგი მესხის ქუჩას ვივუყვებით. აქაც უკვე წვიმს საკმაოდ, მაგრამ ახლა ისეთი ქუჩა არ არის, რომ იტბორებოდეს. თან აქ რაღაცა სამუშაოებია ნაწილი. მიწასთან მაინც სიახლოვე რომ აქვს გზას, ის გზა იმდენად არ იტბორება. ბაგრატიონზე გადავედით და ძალიან ნერვიულობდი ერთ ადგილას ბაგრატიონზე არის ხოლმე დიდი ტბა. და იმ ადგილას უფრო მარცხენა ზოლისკენ ვიმოძრავე და გამოვწვერი, ასე ვთქვათ და მერე იყო ბოლოს რომ ჩემი სახლის შესახვევში, საიდან შევდივარ ხოლმე საპარკინგო ადგილამდე, კარგად და მოკლეგზით იქ დამხვდა ძალიან დიდი წყალი და დავტრიალდი და სხვა გზით წავედი. აი ახლა ნახეთ, მარჯვენა მხარეს სანამ დავდივარ, არ არის დატბორილი ეგ მხარე და აი უკვე გადავედი მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს იდგა დიდი წყალი და სულ მაღალი გამავლობის მანქანები ბედავენ მან გომას და ეს ადგილი შედარებით ნაკლებად იყო დატბორილი, იმიტომ რომ იქეთ ის არის დაბლობია და მიდის წყალი და იქეთ ქუჩაზე გადადის. აი ასე ნელ-ნელა მივყვებოდ. სხვათა შორის ასეთ წვიმაში ძალიან დიდი მანქანის უკან დგომას რო დავუკვირდი, არ არის ცუდი ასწრი ხო, იმიტომ რომ ნაკლებად გექნება საფრთხე. აღარ გადავედი მეორე მხარეს, იმიტომ რომ ხედავდი რომ აი წყალი იდგა. აი აქ არის დიდი წყალი და მე მგონი აქ ალბათ არ მქონდა შესაძლებლობა რომ გადავსულიყავი მარცხნივ, თორე გადავიდოდი. აი იმხელა წყლებია, მაგრამ ალბათ ძალიან იმხელაც არის იყო, რომ აი გადავედი ხო. რომ იქეთა ფლანგი მეტად იყო. ну ყოველ შემთხვევაში არაფერი არ დაგვიზიანებია მანქანის, მაგრამ აი იქ ბოლო მომენტში, სადაც სახლთან უკვე ახლოს ვარ, ვიდეოს ბოლო ეგ არ არის. იქ იმხელა წყალი იდგა. საპატრულო მანქანამ გაიარა ჩვენს წინ და გაცურა რასაც ქვია და მივხვდი რომ იქ არ ხედა გადასვლა. აი ასეთი დიდი წვიმის დროს ხალხიც ძალიან მოუწესრიგებლად დადის, იმიტომ რომ აწვიმს ხალხს ზემოდან და რა თქმა უნდა ურჩევნიათ რომ მოკლე გზებით იარონ. ავტომობილის მძღოლებიც დაბნეულები დადიან ზოგჯერ წვიმის დროს, ან შეიძლება დაბნეულები არ არიან, მაგრამ გზის პრობლემა იყოს, დატბორვა რაღაცა და არავის არ უნდა რომ მანქანა გააფუჭოს და ამის გამო იქმნება საცობები. ეს ის დღეა, როცა ჩემს შვილს რაღაცა პრობლემა ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხო. რაღაცა ენტეროვირუსის მსგავსი ქონდა და ერთი გაკვეთილით ადრე გამოვედით. კიდევ კარგი რომ ადრე გამოვედით, იმიტომ რომ მეორე სკოლაში დროულად ვერ მივახცევდი ნამდვილად. და ბავშვიც უკვე ისე იყო სახლში, უნდოდა ძალიან. და ჩვენ კიდე აი ამდენი ხანი მივდიოდით.
მაგრამ მაინც აღარ დავაჩქარე მე სახლში მისვლა და მანქანის გაფუჭებას ვარჩიე, რომ შორიძიდან წავსულიყავი, ხო მალე დაინახავთ. აქედან აი ვისოლის გასამართი სადგური რომ არის მაგ ჩასახოლშზე, ანუ ფიროსმანის კეროგზა გადის. მან დიდგა ისეთი ტბა, რომ აი მანამდე რა ადგილებშიც ვიყავით, საერთოდ რომ არ ყოფილა. აი შეხედეთ პატრულის მანქანამ გაცურა. დავტრიალდი უკან, იმიტომ რომ ის მონაკვეთი იყო საშინელი, ძალიან ნელაც რო გამელო, მაინც რაღაცა დაზიანდებოდა ალბათ ჩვენს მანქანაში. და ჩვენს მანქანას უკან შეშტის პრობლემა აქვს, ცოტა ნაწილები. შეშტის ჩამოკლედილი აქვს, რო ვიყიდოთ მაშინაც ეგრე ქონდა და არ შეგვიცვლია. ხო და ესე გავუყევი ისევ გზას, ტბელაბუსერზე ბოლომდე ჩავიარეთ. გადავედით ყობალაზე თან ვფიქრობ ახლა უარეში არ აღმოჩნდეთ თქო, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, სხვა დროსაც რომ ხელაწვიმა იყოს, ესე მოვიქცევი, აი ინასარგებლეს შემოვედი. აი ამ ხელაწვიმაში რომ ამ ხელა მანქანა გააჩერებ შუა გზაზე. აქედანაც ვიღაცები გამოდიოდნენ და აღარ შევედი, თორე ჩემ ეზოში იმ შესასვლელიდან შეიძლება შესვლა და აქედან ხედავთ რომ მაინც მოვყევი ცოტა წყალში, მაგრამ რა შედარება იმ ვისოლის გვერდზე იმ ხელატბა იყო, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა. აი სულ ეს არის, მოვედით სახლში. ამ ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობ. მადლობა რომ გიყურეთ და ნახვამდის.